ძალიან შევეჩვიე მე რაღაცა უმაკიაჟოთ შემოვარდნას ესე ვიდეოებზე. მოკლედ ეხლა დღეს უნდა გავაკეთო კომენტარები. კომენტარები უნდა გავაკეთო კომენტარებზე და თუ შეიძლება რომ მომისმინოთ ვინც დააკომენტარა. პირველ რიგში ბოდიშს გიხდით, ხალათი მოვიცვი. ეს იყო რა ქვია. ვერ ვიპოვეთ ანსაცმელების უფთა დამიმთავრდა და ხალათი მოვიცვი და შემოვედი ესე მე რა თქვა ძალიან გადაპრანჭულიო ფრანცუსკები აქო თქვენ რო იცოდეთ რამდენი ფრანცუსკები მაქვს დედა მაგაზეც ჩავწერ ვიდეოს მოკლედ ახლა დაწერეს ეს ქართველი გოგო არაბთანო იცოდეთ მაგას რა მნიშვნელობა აქვს ვისთან ახართ სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ ეს ჩემი არაბი არის ჩემი ქმარი ოფიციალური მეუღლე ქორწინების მოწმობა გამოვჭიმო? თუ რა გავაკეთო? ვინც კარგად მიცნობს, ძალიან კარგად იციან, სად ვცხოვრობ, როგორ ვცხოვრობ, ვისთან ვცხოვრობ და ასე შემდეგ. ამიტომ აი ეს კომენტარები, ეს ქართველი გოგო ამ არაბთან ღმერთო ჩემო აბა დამედო ვიდეო, ესეთი სახში რომ ხეხავ გლეჯავ, პურის ფული რო არა მაქვს და ასე შემდეგ, კარგი კომენტარები წამოდი დედა საწყალი. ვაიმე, რა კარგია. კარგით რა. ხო, მოკლედ, კიდე რა კომენტარები იყო, ხო, მამაკაცის შემოთავაზებები ფულები თავსების თაობაზე. ჩემო ძვირფასო მამაკაცებო, არ მჭირდება მე მაგი დახმარება. ფულებიც მაქვს და ოქროებიც. და ასე რომ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. კიდე რა იყო? სხვადასხვა კი არ მაბრაზებს ეს კომენტარები, მართლა მახალისებს სერიოზულად. კარგია რომ ჩემ მეუღლებს არ ესმის ქართული და ვერც წაიკითხავს, მაგრამ მაინც კარგია ვუთარგმნი ხოლმე ზოგ-ზოგი ერთებს მხოლოდ ვუთარგმნი სხვებს არა ისეთი გოგოები კიდე რომლებსაც გიხარიათ გოგონებო სხვა გოგონების წარმატება და ასე შემდეგ ძალიან დიდი მადლობა ცოტა თვალები მაქვს დასიებული გოგობო დღეს მქონდა მიგრენის შაკიკი მაქვს გაქანებული შეტევა რა აღარ დავლიე რა წამლები აღარ მივიღე მაგრამ მაინც ის კი თვალებს მისიებს სასწაულად მიწითლებს და ასე შემდეგ თვალი მეცა, აღარ დავდებ ვიდეოს, აღარ დავდებ, რო გული არ გაგესკდეთ. კიდე რა იყო, ესე რა ქვია, რომელი სოფლიდან ხარო და სოფელი ისა. სოფლიდან რო არა ვარ. დაბადებული ვარ და გაზრდილი ვარ თბილისში. პლუს კიდევ ვაჟა-ფშაველას დასაწყისში, ახლა არ ვიტყვი ქუჩას. კიდე რა ვთქვა, ჩვენი წინაპრებიც თბილისში დაბადებულები გაზრდილები არიან. აგარაკი მაქვს ბაზალეთის ტბაზე. კიდე რა მინდოდა ახლა? დამავიწყდა კიდე ყველაფერი, უნდა ამოვწერო რა. მეორე ტელეფონი უნდა მოვიტანო და დავიჭირო და ყველა სათითაოდ უნდა გავცე პასუხები, რომ კარგად დაეძინოთ ღამე. ხო, კიდე რა ვთქვათ, რა კარგი ხედია, ხო ლამაზი ხედია გოგოებო. კიდე რა ვთქვათ, ახლა რა ვთქვათ. ხო, შენი ბატონი რატო არისო? აი, ნუ რა ვიცი ხო. ჩემი ბატონ პატრონი, ჩემი თავის მეწვითონ ვარ, მაგრამ ეს მყავს ბატონი, ჩემი ქმარი ბატონი, დიახაცაც ჩემი ბატონია და რასაც მეუნება ყველაფერს ვუჯერებ. რომ ეტყვის გადახდი ხტები და რომ ეტყვის გადმოხდი, იმაზეც გადმოვხტები, არ არის პრობლემა. აი, ეგეთი ბატონი მყავს მე, მაშა. კიდე რა ვთქვა? აბა რა ვთქვა, კიდე რა მითხრეს? ფრანცუსკები ვთქვი, ფრანცუსკები მომეწონა, დედა ჩემიც ფრანცუსკებს ეძახის. ფრანცუსკები მიყვარს განსაკუთრებით, ფეხსაცმელების კოლექცია და ჩანთების კოლექცია მიყვარს ძალიან. ეხლა როგორ მოვიტანო და დაგათვალიერებინოთ. აქ მაქვს წამოღებული 3 წყვილი მხოლოდ და სახლში რო ჩავალ, იქიდან გავაკეთებ მე ვიდეოს, ვისაც დაინტერესებს ჩემი ფრანცუსკების კოლექციასთან დაკავშირებით. მოკლედ ესეთ მხიარულ ნოტაზე წავედი, ეხლა მე დავლიო ჩემი გამაყუჩებელი თვალებისა და თავისა შინა და წავიდე და დავიძინო. ხო, ეხლა ვისაც გაუჩნდება კითხვა, შენი ბატონი სად არისო? ჩემ ბატონს აქვს შეხვედრა თავის მეგობრებთან. ყოველ თვეში ერთხელ იკრიბებიან ამ ქვეყანაში და ამ ქალაქში და აქვთ ისეთი დიდი შეკრება და შემდეგ მხოლოდ მამაკაცებისათვის. ამიტომ ვერ წამიყვანა საწყალმა. კი ვეკიდებოდი, მაგრამ მითხრა არა, თამო დაჭექი დაეგდე სადაც ხარო და მეც დავეგდე ახლა. ბატონი რო გეტყვის დაეგდო, უნდა დაეგდო და არ უნდა აეგდო მე. ასე რომ წავალ ახლა დავეგდები კიდე და დავიძინებ და ბატონი რომ მე ავეგდები, არ არის პრობლემა. აბა ძილინებისა ჩემო გოგონებო, ძალიან მიყვარხართ, მიამაყებით, დროებით.